ну ახერხებს თუ არა ეს უკვე მომავალი თაობის გადმოსახედიდან იქნება რამდენად მოახერხა რომ მეხსიერებას ყოველთვის ხედავს შემდგომი თაობა ხო მას ჭირდება ეს მეხსიერება და თქვენ სწორედ თქვით რომ დღეს წარმოუდგენელია რომ იმ ადამიანებმა რომელსაც თავის ცხოვრებაში გაიარეს ეს დღეები და საბჭოთა კავშირის მთელი ნეხი პროპაგანდა შემდეგ ეს სისხლიანი ანგარიშწორება მათ შეუცვალო ეს აღქმა მაგრამ ისინი ცდილობენ რომ იმ ადამიანებს მომავალთაობას რომლებსაც უშუალოდ არ ქონიათ შეხება ამ პროცესებთან მათ ჩაუნაცვლონ ეს მეხსიერება აი ზუსტად ასე იყო კომუნისტების პირველი ექსპანსიის დროს 21 წელს აი ძალიან საინტერესოა 21 წლის გაზეთებში და შემდგომაც მუდმივად ხას უსვამდნენ რომ ბარბაროსობა და სისხლისღვრა მოაწყვეს ჟორდანიამ და მისმა დამქაშებმა რომლებიც იმართებოდნენ სწორედ უცხოელი იმპერიალისტებისაგან და არა ვთქვათ იმ ჯარმა რომელიც შემოვიდა და ეს ხომ მაინც გრძელვადაში ვერ შეძლეს იცით რა იმ მომენტში რა თქმა უნდა ამან იმუშავა რაღაც თვალსაზრისით არა პირიქით იმ მომენტში უბრალოდ აი ჩვენთან დღეს უფრო შესაძლებელია რომ ეს რაღაცნაირად აი უკრაინის ომთან დაკავშირებით მაგალითად ზელენსკის რო აბრალებენ ან რაღაც ან იგივე 2008 წლის ომს რო აბრალებენ მაგრამ მაშინ ამას არ უმუშავია იმიტომ რომ უბრალოდ ეს ხალხი თვითონ იყო ჩართული ამ ომში და შემდეგ 24 წლის აჯანყების ცდილობამაც ფაქტიურად ვიდრე ჩავარდა ეს აჯანყება დაადასტურა რომ მთელი ხალხი ეს აჯანყება ძალიან მასშტაბური იყო მთელი საქართველოს მასშტაბით მთელი ხალხი იყო ჩაბმული წინა მაშინ ერთნიშნულად არ იმუშავა თქვენ მაგრამ შეიძლება არ იმუშავა მაგრამ ამ მეხსიერებამ გაგრძობით დროში იმუშავა მე იმედი მაქვს რომ დღეს ციფრულ ეპოქაში ვთქვათ ამდენი საშუალება მაშინ ხომ მაინც ინფორმაციული ვაკუუმი იყო შეზღუდული იყო ერთი გაზეთის გარდა ვთქვათ კომუნისტური პრესის გარდა არაფერი არ გამოდიოდა ხომ ყველა დანარჩენი გაზეთი დახურეს 21 წლის 24 თებერვალს და ნუ ფაქტიურად საბჭოთა პროპაგანდა მუშაობდა შეუზღუდავად ანუ მან ჩართო ლიტერატურა ჩართო ვთქვათ კინო თეატრი ჩართო მუსიკა მხატვრობა ანუ ყველაფერი მთელ კულტურულ სფეროში გავიდა ამის საშუალება დღეს უბრალოდ არა აქვს ამიტომ და მგონია რომ ჩვენც უფრო მედეგები ვართ იმიტომ რომ ეს გამოცდილება ხო დაგროვდა არა რაში გჭირდება შენ ეს ისტორიული მეხსიერება იმიტომ რომ იმავე შეცდომაში არ ჩავარდე არა და ამიტომ მგონია რომ ეს რაღაცნაირად ეს ამდენი ხნის გამოცდილება და ჩვენი მეხსიერება რომლიდანაც სხვათა შორის ძალიან აქტიურად და ძალიან წარმატებით ამუშავეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და დემონიზაცია მისი კარგად მოახდინეს სწორედ შემდგომ თაობებში და შემდეგ საერთოდ წაშალეს მაგრამ დღეს ეს მე ფაქტობრივად შეუძლებელად მეშვენება და თან რაც თავარია მე საერთოდ არ ვფიქრობ რომ ისინი გაძლევენ 70 წელი არა ეს წარმოუდგენელია აქ ლაპარაკი გაცილებით ნაკლებზეა კი არა და ძალიან ცოტაზე მაგრამ აი რაზე თulis მაშინ ეს რეჟიმი როდესაც თქვენ ბრძანეთ რომ გამოცდილებამ ხომ უნდა მოხდეს რაღაცა ტიპის ცოდნა ხომ რაზე თulis როდესაც აი ასეთ ურცხო არ ვიცი აღარ მყოფილ ხანდახან სიტყვები ვიპოვო ის ზუსტად რაც ქვია ახლა დღეს ის რომ თქვა რომ 9 აპრილს
აპრილს რაღაცა უცხო ძალა მოვიდა და აი ეს ხალხი, ვინც ჩვენთვის მართლა ანთებული სანთლებივით არიან ხომ, ჩემი თაობისთვის განსაკუთრებით, ყველა თაობისთვის, მაგრამ ჩემი ტოლები იყვნენ ზუსტად ის გოგონები, იმ წელს ამთავრებდნენ სკოლას, ერთი 15 წლისაც იყო, ორი 16-ის იყო, ძალიან ისე ჩაიბეჭდნენ ეს ადამიანები, მათ სახელგვარები ჩვენს მეხსიერებაში, ხომ, რაზე თვლის, როგორ შეიძლება ვინმე მეს მიიღოს, რომ ეს იყო უცხო ძალა. ეხლა აი რაზე არის უკვე გათვლა? ეს აგონიურია, მაინც პრაგმატულია, კარგად დამუშავებული პროპაგანდისტული გზავნილია თუ რა მოვლენასთან გვაქვს შესაძლებელი? კი, ნამდვილად არის კარგად დამუშავებული პროპაგანდისტული გზავნილი, იმიტომ რომ მათ მთელი, რა ვიცი, 70-წლიანი გამოცდილება აქვს, როგორ უნდა უწოდო ომშვიდობა, მშვიდობას ომი, როგორ უნდა უწოდო სიმართლე, სიყალბე, სიმართლე, მტერს მოყვარე და ასე შემდეგ. ანუ ეს ცნებების ამოტრიალება, ეს ძალიან გავრცელებული პროპაგანდისტული მესიჯებია და პროპაგანდისტული ხერხია, ასე ვთქვათ. მაგრამ რაზე თვლიან ისინი, ჩვენ უგვეგონება, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, ბრძოლაში არიან, როგორც ჩვენ ვართ ბრძოლაში. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენ უკვე კი არ ვაპროტესტებთ, აი გუშინ ვიღაცამ თქვა და ვეთანხმები. ჩვენ ვართ უკვე ბრძოლაში, იმიტომ რომ უკვე ეს არ არის, რომ მე ვაპროტესტებ და ის რაღაცას ველოდები, რომ ის შეცვლის და გამოსწორდება, ხო? არა, უკვე გააშიშვლა თავი და რაც უფრო მეტად გააშიშვლებს თავს, მით უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდება იმ ადამიანების წინაშე, ვინც კარგად ხედავს ამ რეჟიმის სახეს. თუმცა ხედავთ, რომ მათ მყავს მხარდამჭერებიც. აი ვინც ვერ ხედავს, აი ეს კიდევ ცალკე თემა, მართლაც და რა ჭირდება იმის ამოხსნას, რომ შენ გაიხსენო, რა თქვა როდიონოვმა 99 წლის აი ამ ხოცვაშლეტის შემდეგ, რომ ის იყო ჭყლეტა, რომ იქ ადამიანები თითქოს ვერ გამოვიდნენ აი ამ სივრციდან და ერთმანეთი გაჭყლიტეს სივრცეში და როდესაც დღეს 2 წლის წინ თქვა თუ 1 წლის წინ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რეჟიმის, მაშინ რეჟიმი ჯერ არ ერქვა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ლეგიტიმურად ითვლებოდა, რომ ჭყლეტა იყო რუსთაველზე. როდესაც ახალგაზრდა კაცი ამბობს იმას, რაც თქვა როდიონოვმა, როგორ შეიძლება აქ მინიმალური ანალიზის უნარის დაკარგვა. დღეს ამოვწერე, ხო მოგიტანეთ, რა ეწერა 10 აპრილის გაზეთში. რესპუბლიკის მოსახლეობას დიდი მწუხარებით უნდა ვაცნობოთ ტრაგედიის ამბავი, რომელიც 9 აპრილს გამთენისას თბილისში მთავრობის სასახლის წინ მდებარე მოედანზე მოხდა. ანტისახელმწიფოებრივი მანიფესტაციის აღდგენის მიზნით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 16 მოქალაქე, არავინ დაშავებულა. ანუ კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს მოჰყვა მსხვერპლი. ანუ არ არსებობს ჯალათი, არ არსებობს ამ მსხვერპლის შემოქმედი, ანუ ვინც ეს მსხვერპლი მოიტანა, აი ესე თავისთავად არსებული, მაგრამ მაშინაც არ ჭამა, ასე ვთქვათ, საქართველოს მოსახლეობამ ეს და ვიცით რომ მე იყო გაფიცვები, მე იყო ძალიან დიდი წნეხი რეჟიმზე, იყო მარშები, იყო პროტესტები და შემდეგ ამან მოიტანა დამოუკიდებლობა. ფაქტიურად მაშინ გადაწყდა საბჭოთა რეჟიმი და მათ უბრალოდ უკან დასახევი გზა არ აქვთ და ამიტომ მიყვებიან ამ გაკვალულ გზას, სხვა არაფერი არ არის, როგორც აი ვთქვათ რისი იმედი აქვს პუტინს, ანუ ის კარგავს და კარგავს ყველაფერს, ხო? მაგრამ იმიტომ რომ უკან გზა უბრალოდ არ არის, ასეთ მდგომარეობაში თქვენ ფიქრობთ, გზა აღარ არის. მოქმედი არალეგიტიმური ისეთ დაპირისპირებაში არ უნდა შეხვიდე, ესეც მათი უტვინობის ასე ვთქვათ გამოვლინება, რომ მე შენ თვითონ აღარ გქონდეს უკან დასახევი გზა, მაგრამ ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენც არა გვაქვს უკან დასახევი გზა. იმიტომ რომ ისეთ შეტევაზე არიან გადმოსული ამ კანონებით, ამ საშინელი სიტუაციის შექმნით, აი მაგალითად დამკვირვებლების კანონი, რაც მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, განავრცეს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. არ გვექნება არჩევნები, ვეღარ მივიღებთ ვერანაირ საერთაშორისო დახმარებას, ხო, პირდაპირ ვითხრეს და ვისაც
გვაქვს თვალები დავინახოთ, ვისაც გვაქვს ყურები ვისმინოთ, რომ თქვათ ამ რეჟიმისგან არასდროს აღარ გამოდნება რაღაც დემოკრატიული. ისინი შემდგარი არიან უკვე ისეთ გზაზე, საიდანაც უკან მოbrunება მათ უბრალოდ არ შეუძლია. ახლა ჩვენ ხედავთ საოცარი კადრებია ეს 9 აპრილის გლოვის უკვე ჩვენ გვახსოვს რომ მაშინ ხალხმა მაინც შეძლო ქუჩაში გავიდა და საკუთარი მსხვერპლის დატირება შეძლო და პატივით შემკობა სიონის საკათედრო ტაძარში. გახსოვთ ალბათ რომ ყვავილები რაოდენობის ყვავილი იყო იქ და თითოეული ადამიანის დაკრძალვაზე რამდენი ადამიანი მივიდა. ჩემი თანამშრომელი იყო ერთ-ერთი ნანა სამარგულიანი, რომელიც დაიღუპა თავის რძალთან ერთად, თავი გაუხერხეს. ნუ საოცარი ადამიანი იყო და თან იცით ამან ხო პრინციპში მაშინვე გადააყენეს პატიაშვილი, ანუ იმ წამიერი რეაქცია ჰქონდა თითქმის მალევე გადააყენეს პატიაშვილი დანიშნეს გუმბარდზე, მაგრამ არაფერმა არ უშველათ, აი უკან და უკან იხევდა რეჟიმი, მაგრამ არაფერმა არ უშველათ. ხალხის ძალის წინაშე უძლურია ნებისმიერი ხელისუფლება და ეს კარგად უნდა გავიაზროთ მე მგონი ჩვენ რომლებსაც აი უფრო შეეპარათ რაღაც უიმედობა და იგი აი ამათი არ შეეშინდა მაშინ საქართველოს მოქალაქე არც ერთხელ ამათი ვინ უნდა შეეშინოს ვინმე ხარება მან ვინმე რომელიღაცა მისმა ხელქვეითმა შეგვეშინოს ვერც კი მოვიდნენ იმის გამბედაობაც კი არა აქვთ რომ აი შევარდნაძეს გახსოვთ როგორი გამბედაობა ჰქონდა გამოდიოდა ხალხში და გაჩუმდით და იყოშებდა ხოლმე შორის თუ გახსოვთ ვარდების რევოლუციის პერიოდშიც ის მივიდა ერთხელ მივიდა პარლამენტ შენობაში და გამოვარდა იქიდან და ეს მან დააძევა შევარდნაძე მაგრამ ადამიანებთან მისასვლელი პირი ყველა ხელისუფალს ჰქონია ამ ქვეყანაში. აი ამ ხელისუფლებას აღარ აქვს მისასვლელი საკუთარ საზოგადოებასთან და არ თავის გმირებთან. ყველა გზა მოჭრილი აქვს. მოკლედ დღევანდელი დღე მაინც იმ ჩანაფიქრში რაც იყო ეს პატარა დღეს ახალი გაგონცაძე ცოტა ხნის წინააღმდეგ რომ ეს პატარა გამარჯვება ჩვენ შევძელით. არ ვიცი ხა რამდენად შეიძლება ამას გამარჯვება ეწოდოს, მაგრამ პრინციპული ერთ-ერთი დღე იყო. და ძალიან საცოდები იყვნენ, მე იქ ვიყავ ახლა როგორი იყვნენ ესენი ეს კაცები იყვნენ ერთნაირად ჩაცმულები და მე ვეხუმრებოდი რომ ნუ რაღაცა მაინც კამუფლაჟი გაგეკეთებინათ შავებში და ესე იდგნენ გაშეშებული სახები და ქალები რაღაც ბანტებში და ანუ აი პირდაპირ იცნობოდა ვინ იყვნენ და ერთი კაცი ტელეფონზე ლაპარაკობდა რომ ესაო ბევრნი არიან სად უნდა შევიდე გამომიგზავნე ბიჭები და მე დაიწყო ჩვენი ლანძღვა და მეთქარი შემონა ვის ელაპარაკებით გახარ ტელეფონზე იმას დირექტივებს იღებ აბარებ ანგარიშს და კიდე აქეთი ეს პატარა რამდენიმე ჯგუფი რომელიც მოვიდა ისიც არ იყო საკუთარი სურვილით მოსული ეს იყო მოსასინჯად გამოგზავნილი მოსასინჯად მაგრამ იდგნენ ისე საწყლად იქ და კარგი იყო და დაგვინახეს მე მაინც აი რაღაცაერთად ყოველთვის ვიტოვებ იმედს რომ ანუ ვიხილონ დაგვინახონ როგორები ვართ იმიტომ რომ ეხლა მაგათაც ეუბნებიან რომ რაღაც რქები გვაქვს კუდი გვაქვს ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აუბრისთვის რუსუდან კობახიძე იყო ჩვენთან სტუმრად სოვლაბის მკვლევარი საბჭოთა კავშირის პერიოდის ამბების კვლევის